საუბრობდით როგორ ხდება ადამიანი პოპულარული. ახლა სტუდიაში შემოვა ერთ-ერთი ქართველი გოგონა გვანცა ბაგრატიონი, რომელიც ვიდეო რგოლები ძალიან პოპულარულია ინტერნეტში და ის ცდილობს რომ ფეხი მოიკიდოს თანამედროვე ქართულ შოუ-ბიზნესში. გვანცა ბაგრატიონის სტუდიაში. გვანცა შენ შემთხვევაში იმედია შენ არ მენტყვი რომ მე ვწდები მოიგე ძალიან სკანდალური იმიჯი სიმღერის ტექსტი სიმღერის სტილი მუშაობა კამერასთან რატომ ფიქრობ რომ პოპულარობისთვის ეს ძალიან მარტივია არა მე უბრალოდ გავაკეთე ანუ ეს აღნიშნავ რომ ვიღადავე ასე ვთქვათ და ხალხმა ძალით გამხადა პოპულარული ანუ აიწაცეს ეს ყველაფერი მე არ მიფიქრია აი ხალხი საქართველოს საერთოდ დღეს ყველაფერი სკანდალია როგორც მოგეხსენებათ აი მაგალითად აი ისიც არ სიამოვნებს საზოგადოებას როცა აი მაგალითად მე ვაღლაჭვნებ კევას ხო და აი მაგას ჯინაზე აი უფრო კარგად დავიწყებ ახლა ღლაჭუნს რა აი მაგიტომ ჩავიდე ისე მითხრეს ეს ყველაფერი აი შეიძლება უფრო კარგად ეთქვათ და აი ცოტა ნორმალურად გამოეცხოთ ნორმალურად როგორ ადამიანს თუ არ მოეწონე როგორ არ მოეწონა კაი არ მოეწონა მეზბევრი რამე არ მომწონს მაგრამ ვიძახი ანუ შენ გარკვეულწილად წახვედი პროვოკაციულ ნაბიჯებზე იმიტომ გახდები არა პოპულარობა არ მიფიქრია და მაგიტო არაფერი არ რატო გააკეთე ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემთვის ვიღაცა მოდი მაყურებელს შევქმნათ წარმოდგენა ვნახოთ შენ ნამდვილი მეგობრობა არ კიდია ხეზე გაახილე თვალი და ფიქრე ჩემზე ვარ სამ ფრენდზე და გიგიდე ფეხზე თქვენ მიბაზრობ ჩემზე იჭორავენ სხვებზე მოვადრო და შემიყვარე და ფიქრე დამელოდეთ ale ჩემი დროც მოვა პირველი ეფექტი ამ გოგონამ რაც გამოიწვია ჩემში, მას აქვს ძალიან საინტერესო გარეგნობა. შეიძლება ითქვას, რომ ამაზე გოგოა. უბრალოდ თუ მასზე კარგად იმუშავებენ, აი ცოტა გიჟიქალი რეპერი გვეყოლება სხვათა შორის, კი? არ გამორიცხოთ. მაინტერესებს შენთვის სულ ერთია საზოგადოებრივი აზრი, იმიტომ რომ ამ კლიპს თუ მე მაგალითად ვითვალისწინებ იმ პიროვნების აზრს, ვისაც პატივცემ და აი მინახია, ვთქვათ, რა აქ გაკეთებოდა. ეხლა საქართველოში ძირითადად მომრავლებული არის, აი მე ვეძახი გორილებს, ბრჭყალებში და გორილის აზრი როგორ შეიძლება გავითვალისწინო მე როცა დარწმუნებული ვარ ბევრი არ გაითვალისწინებს მაგ გორილა და ქაჯი გორილა და ქაჯი გორილებს შეადარა ხო გვანც არ ახარ სწორი განცა მაშინ ყვერნას გევხარე დილო ერთი რაღაცა მინდა გითხრა ჩემთვის უცხო არაფერი არც სიახლეა და არც არაფერი ამ ხმის კაცი გამლედ და მაგ კინაღამ შემჭამას იმისათვის რატო შემოვიდანე გიტარა ემაშიო ბას გიტარა პროგრამაშიო აი ესე იგი ამაზეც შეიძლება შეგედავოს კაცი მაგრამ ესე იგი თუ არ ეცდები რომ ხელოვნურად ესე გახდე რა მაგალითად მანდ გეჭვასო გახვალ ჩვენ გიგეჭე რამდენიც გინდა მაგრამ ამითი პოპულარი რო გახდები თუ კიდე სულ გამოიწვიო ის არა ქვია ორთ არ ხარ ეგეც არის რა გვანცა ნუ ეღეჭავ რა არ შენ შემოგულო შენ და მაგრამ მომწონს რატო რო დავღეჭო რა და მომწონს ხო დაღეჭკევის დაღეჭვით გაკვირვება არა ესე დაცვითი მომენტია იცით იმიტომ რომ მიდის ეპატაჟზე მიდის მართლაც და შეგნებულ სკანდალზე აგზის საკმაოდ საპატივცემულო საზოგადოება და რა თქმა უნდა თავდაცვითი ინსტინქტია მაშინ ახლა ჩვენ სოლიდარობა როგორ გამოუცხადეთ ბატონ ჯემალს მინდა მოусმინოთ დაამთავრო საზრდია რაღაცა ჩავწოხნე არა ესე იგი მე მინდოდა მეთხოვა რომ არა უნიჭო გოგოს როგორ არის გურა არ უწოდე ხო არა უნიჭო ესე იგი ძალად მაცხონე არ უნდა იყო რა შენი ჭერი მე არ ვცდილობდა არც მისია რომ ძალით რაღაცა გამხდარიყავი ან რაღაც გამეკეთებია პოპულარობის სურვილი არც მქონია თორე უკეთესად შემოვიჭრებოდი ეს იყო უბრალოდ ჩემი გართობა ასე უკეთესად შემოვიჭრებოდა და ეს არის ჩემი ბრალი და ჩემი სალაპარაკო ასე ძალიან დიდი მადლობა ეს იყო ჯემალ ჭკუასელი ეს არის ყველაზე ცხელი თოქ-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში დიდი მადლობა მათ ვინც შემოგვიერთდა გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი გადაცემის საუბრის მთავარი თემა იქნება ყვითელი პრესა ადამიანები რომლებიც ქმნიან თანამედროვე ქართულ სკანდალებს და პოლიტიკოსები რომლებიც საქართველოში ძალიან პოპულარულები პოლიტიკური განცხადებების ან თუნდაც საკუთარი ქცევების გამო გახდნენ ყველაზე ცხელი თოქ-შოუ რამდენიმე წუთში დაუბრუნდება ეთერს